სიზმრად ნანახი ფათერაკები ისევ არ გასვენებთ? ნუ ანერვიულდებით, ნუ ჩავარდებით სასოებასა და შიშში. გაიხსენეთ, რომ არსებობს მაესტროს ტელერეცეპტი, რომელიც ყველაზე ჩახლართული სიზმრის ამოხსნაშიც კი დაგეხმარება. მაშ ასე, სიზმრად აბანოში შესვლას არ გირჩევთ. დარდისა და ბოროტების ნიშანია, თუმცა მთლად ჭუჭყს ნუ შეეჭმევინებით. თან თუ დახრჩობასაც არ მოერიდებით, რა თქმა უნდა სიზმარში. თქვენზე ბედნიერი კაცი არ იქნება. თევზის ჭერა სიზმარში მწუხარებას მოასწავებს. თვითონაც რომ ჩაგიხდეთ კალთაში, უარი თქვით. ტუჩსაცხი და სუნამო სიზმარში არამც და არამც არ მიიგაროთ. ავადმყოფობისა და მწუხარების ნიშანია. სამაგიეროდ შეგიძლიათ ოქროს ბეჭედი შეიძინოთ თანამად. განსაკუთრებით გამოსადეგარია შინაბერებისა და შეყვარებულთათვის. ბეჭედის შეძენის, ნახვის ან ხელზე გაკეთების შემთხვევაში ცხადში ქორწინება გარდაუვალი. სიზმარში წვერის გაპარსვას მამაკაცებს არ ვურჩევთ, ზიანსა და ნაღველს მოუტანს. ჩატეხილი ხიდი ან ასეთ ხიდზე გავლა სიკვდილიანობის ნიშანია. მოდით მოერიდეთ ბეწვის ხიდებს სიზმარშიც. სიზმარში წვიმასა და წვიმის ხმას მოერიდეთ. როგორც სიზმრის მამები ხსნიან, ეს ჩხუბისა და აყალმაყალის ნიშანია. თურმე არც სტვენა ყოფილა სიზმარში სასურველი. სამაგიეროდ შეგიძლიათ ტახტზე საათობით იჯდეთ. კარგია და სარჩოს შემატების ნიშანია. სიზმრის მიხედვით თქვენ მეორე დღის პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ. მოკლედ, ჭამა და უსაქმურობა არ ძილში ვარგა და არც ცხადში. იმისათვის, რომ თქვენმა ფათერაკიანმა სიზმარმა არ შეგაშინოთ, გაიხსენეთ მაესტროს ტელერეცეპტი და ახსენით სიზმარი თვითონაც.